თბილისი ევროპული მარშისათვის ემზადება ხვალ 5 საათიდან მსვლელობების სტარტს 5 ლოკაციიდან რესპუბლიკის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან აიღებს სტარტს. გაერთიანების წერტილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. პროდასავლური მსვლელობის ორგანიზატორები, მონაწილეები მარშს იმის დასტურს უწოდებენ, რომ საქართველო არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს და არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს. ხატია სამხარაძე აგრძელებს მარშის შესახებ დეტალებით საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. საქართველო ირჩევს ევროკავშირს, ევროპას, განვითარებასა და თავისუფლებას. სწორედ ეს არის იმ აქციის იდეა, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება. აქციის პოტენციური მონაწილეები და ორგანიზატორები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ 20 ოქტომბერს, დადგნენ ერთმანეთის გვერდით და ყველას დაანახონ, რომ საქართველოს ერთადერთი უცვლელი და ურყევი უალტერნატივო არჩევანი სწორედ ევროპა. მათი განმარტებით, სანამ 26 ოქტომბერს მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის დასავლურ და ღირებულ არჩევანს გააკეთებენ, მანამდე აუცილებელია 20 ოქტომბერს ჯერ უპირველეს ყოვლისა ერთმანეთისათვის იმის დანახება, რომ საქართველოში კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელიც არის საქართველოს ისტორიული არჩევანის, ევროპული არჩევანის ერთგული და რაც მთავარია, ამასთანავე ევროკავშირმაც უნდა დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევროპისა და დასავლეთის ერთგული. მოუწოდებ ყველას, რომ კვირას შემოუერთდნენ მარშს იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი, იმიტომ რომ რეალურად მშვიდობა, კეთილდღეობა და ყველა ის გზავნილი, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ კონდეთ, ეს მხოლოდ ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიჯეროთ მთავრობის აღვირახსნილი პროპაგანდა და ამას უნდა დაუპირისპირდეთ იმით, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი კვირას და შესაბამისად შემდეგ უკვე 26-ში დავაფიქსიროთ ჩვენი ევროპული არჩევანი. სიხარულის ტალანტი არის ჩვენი ეროვნული თვისება. აი სიხარულის ტალანტით და ცხოვრების ტალანტით, არსებობის ტალანტით მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს აი ეს აქ იდგება უამრავი ხალხი 20 ოქტომბერს და 26 ოქტომბერს ყველა ერთად მივალთ არჩევნებზე. ან საქართველოს უნდა გააკეთოს არჩევანი და არჩევს ევროკავშირი, ან ის სიკეთეები, რომელიც დღეს აქვს ქართულ ხალხს მიღებული ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად, შეიძლება ძალიან მალე გადახედოს და ექვემდებაროს. ამიტომ 20 ოქტომბერი იქნება შესაძლებლობა საქართველოს თეული მოქალაქისთვის გამოვიდეს საჯაროდ, შემოუერთდეს მარშს, შემოუერთდეს 5 ლოკაციიდან მისთვის სასურველ და მოსახერხებელ ადგილას და საკუთარი ხმა გააგონოს ევროკავშირს. 20 ოქტომბერს მოქალაქეები 5 საათზე 5 ლოკაციაზე შეიკრიბებიან, მათ შორის არის ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთა, მარჯანიშვილის მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, გმირთა მოედანი და 300 არაგველის ობელისკი. შემდეგ კი ყველა ერთად გადაინაცვლებს თავისუფლების მოედანზე მსვლელობით და ამ ფორმით კიდევ ერთხელ ქართველი პროევროპელი მოქალაქეები დაანახებენ ევროკავშირს, ევროპას, დასავლეთს, რომ საქართველო ირჩევს ევროპას და რომ ვერც ერთი ძალა, მათ შორის ვერც პრორუსი ქართული ოცნება ჩვენს ქვეყანას კურსს ვერ შეუცვლის. მადლობა ხატია სამხარაძე საუბრობდა ფორმულას პირდაპირ ეთერში. მარშს პარტიებიც უერთდებიან, ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ თემაზე ბრიფინგი გმირთა მოედანზე გამართა. კოალიციის ლიდერები და მხარდამჭერები მსვლელობას სწორედ ამ ლოკაციიდან დაიწყებენ და თავისუფლების მოედნისაკენ გაემართებიან. 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ისტორიული არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, სადაც მთელი მსოფლიო გაიგებს რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს, ჩვენ არასდროს არ მოუხდით მტერს ბოდიშს, არასდროს არ მოუხდით სეპარატისტ ბოდიშს და გავაგრძელებთ ამაყად თაბაწეულ საქართველოში ცხოვრებას. ამისთვის აუცილებელია, რომ 20 ოქტომბერს ისტორიულ დღეს გქონდეს ისტორიული შეკრება 5 ლოკაციაზე. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერები ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, რათა კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს, რუსულ რეჟიმს ჩვენი ხმა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ოდიშის მოხდა და თითეული ჩვენგანი მზადა 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.